თბილისის ზღვა 26 დორგუსი დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. 200 ბინა თბილისის ზღვაზე ეგრეთ წოდებულ ოლიმპიურ სოფელში, 200 კი მენაშენეებისაგან გამოსყიდულ ახალ აშენებულ კორპუსში მდებარეობს. ბინები კენჭისყრის პრინციპით განეძლოდა. გამონაკლისი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებმაც საცხოვრებელი ფართი პირველ სართულზე მიიღეს. ბინების განაწილებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა, რომლის მაცხოვრებლებსაც ბინები ახალ აშენებულ კორპუსებში მიეცემათ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი მთელი საქართველოს მასშტაბით 8000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო. სასიხარულო დღეა 400 ოჯახის ცხოვრებაში და არა მარტო 400 ოჯახის, არამედ თითოეულ ჩვენგანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ დიდი ბედნიერებაა ამდენი წლის მრავალტანჯული დევნილობის შემდეგ, რომ საკუთარი თავშესაფარი ექნებათ, მე ვიტყოდი დროებითი თავშესაფარი სანამ დაბრუნდებიან, თუმცა დაბრუნების შემდეგაც ეს მათ საკუთრებაში რჩება. ეს არის 400 ოჯახი, რომელიც ახალ აღშენებულ ძალიან კარგად გაკეთებულ და ძალიან კარგად აშენებულ და კარგად გარემონტებულ სახლებში შეხვდებიან ახალ წელს. 200 ოჯახი თბილისის ზღვაზე, 200 ოჯახი ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რკინიგზის ვокзალთან. თვითონ არჩევენ, სად შეხვდებათ, ამაში ჩვენ არ ვერევით, ბუნებრივია და რაც თავარია, როგორ მოხდა ამ 400 ოჯახის შერჩევა. აქედან ნაწილი არის ადამიანები, რომლებიც გრევადებიდან გამოვიყვანეთ, ნაწილი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მაღალი ფულები ჰქონდათ, ვისაც ყველაზე მაღალი ფულები ჰქონდათ და ყველაზე გაჭირვებულები იყვნენ და ნაწილი არის ვის მიმართაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება ან გარკვეული ადმინისტრაციული დაპირება, პროცესი გრძელდება. მთლიანობაში უნდა ვთქვა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც ხელისუფლება შეიცვალა, 1800-მა ოჯახმა მიიღო თბილისში ბინა და ამ 1800-დან 1400-ზე მეტმა ბინა მიიღო ახლად აშენებულ კორპუსებში, დანარჩენებმა რეაბილიტირებულ კორპუსებში. ჩვენ ველოდით ბინას 3 წლის განმავლობაში, ჩემმა 8 წლის გოგონამ მიიღო ბინა ზღვაზე. ძალიან გახარებულები ვართ. მადლობა სამინისტროს, ჩვენს ქვეყანას.